ორშაბათს საღამოს. გამოჩენილი ადამიანების გამორჩეული ცხოვრების უცნობი პასაჟები. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი დიმიტრი ლომიძე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა მითზე უფრო მეტი. ვალახის მმართველი ვლად მესამე, ასევე ცნობილი როგორც ვლად ცეპეში და ვლად დრაკულა, მის შესახებ სასაუბროთ კი სტუმრად მოაბრძანდა ვახო გვეტაძე. ვახო, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. ძალიან საინტერესოა, შენი პირველი სტუმრება იყო შვიდობის მყოფელ მაჰათმა განდიზე და ამჯერად მასობრივი მკვლელის შესახებ ვლად ცეპეშის შესახებ სასაუბროთ მოყვებით. რუმინეთის სახელმწიფოს შემქმნელ ვლად მესამეზე და არა მასობრივ მკვლელზე დრაკულაზე. მოდი ერთი რაღაც გავითვალისწინოთ, რომ ის რაც დაწერა სტოკერმა, ეს არის არა, მე სტოკერზე დაყნობით არ ვამბობ, მე ისტორიკოსებზე დაყნობით ვამბობ, რომ ერთი რამ მის შესახებ წერდნენ ისტორიკოსები, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მრავალი სახე, პოლიტიკოსი, ვოევოდა, განათლებული ჯენტლმენი და მასობრივი მკვლელი. მაგ ნაწარმოებზეც ვილაპარაკებთ ეთყობა ჩვენ. მაგრამ მე უბრალოდ სანამ საუბარს დავიწყებთ, ერთი რაღაცა მინდა გავითვალისწინოთ. ძალიან. ზუსტად ამ წლებში ოსმალეთის იმპერიას მართავს მაჰმუდ მეორე, რომელსაც მარტო იმიტომ რომ უთხრეს, რომ ვიღაც ერთ-ერთმა მონამ შეჭამა ნესვი თქვენი ბაღიდან, მიდის და 14 მონას უფატრავს მუცელს, რომ იპოვოს ვის აქვს მუცელში ნესვი. როდესაც იგი ალყას არტყამს კონსტანტინოპოლს, ერთ-ერთი იტალიური გემი ბედავს, რომ კონსტანტინოპოლიდან გამოვიდეს. თელ ამ გემის ეკიპაჟს სარზე დასმული თავებით სვამს გემზე და წვავს ამ გემს. აი ამ ფონზე ცეპეშის ეს სახელი ცეპეშს თვითონ სარზე დამსმელს ნიშნავს. ცეპეშის მოქმედებები საკმაოდ მცირეოდენ ის არის, რა ქვია, მაგრამ მეორე მომენტია, მოდით დავიწყოთ ცოტა შორიდან, რა. და მივალთ ამ ფაქტამდე. ერთერთი დავიწყოთ ვალახია, რა არის ეს ვალახია. თუ გახსოვს, ჩვენ ბავშვობაში იყო ესეთი ფილმი დაკები. ესეთი ფრანგულ-რუმინული ფილმი და ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ფილმი. დაკია ესეთი პროვინცია არის, რომელიც იმპერატორი ტრაიანის დროს ხდება რომანიზაციაზე. ის შედის იქ ეს კულტურა რომაული და ამ დაკიას ყავს დეცებალი ცნობილი მეფე, რომელიც ებრძვის რომს, ბოლოს და ბოლოს ხდება ამ კულტურის შესვლა. წინა თქვენთან ყოფნაზე ბრიტანეთის იმპერიაზე ვლაპარაკობდი მაშინ. რომის იმპერია რო იპყრობდა ქვეყანებს, არა მარტო თავის გავლენას აკეთებდა. ის უბრალოდ თავაზობდა თავის კულტურულ ინტერვენციას. რომ აი თქვენ თუ იცხოვრებთ ჩვენი რომაული წესებით, შეგიძლიათ გაქვთ შანსი გახდეთ რომის მოქალაქე. როცა რომში ხარ, ისე მოიქეცი როგორც რომაელები. გასაგებია და ეს მარტო არა რომს ქალაქს ეხებოდა, საერთოდ რომს სახელმწიფოს ეხებოდა. თავისთავად რომანიზაცია ძალიან გავრცელდა და დღესაც რუმინეთს რომანიზაციულ ქვეყანას ეძახიან. ენაც კი ახლოს არის რომანულ ენებთან რუმინეთის. მაგრამ 226 წელს რომაელები გამოდიან თავისი ნებით ამ ტერიტორიიდან. მე აქ გუნები შემოვიდნენ, ვალახები შემოვიდნენ, ბოლოს დასახდნენ სლავების ტომები. აი ამ შერწყმით გამოიწვია ეს ტერიტორია, მაგრამ რა ხდება ამ დროს? სადღაც 1300-1200 წლებში უკვე იწყება შუა საუკუნეების დასასრული. ეს რითი გამოიხატება? აქამდე მიდიოდა ომი რატო? აი ეს ბატონი ეჩხუბა იმ ბატონს. ამ დროისთვის უკვე ხდება ნაციონალური იდეების ჩამოყალიბება. 100 წლიანი ომი საფრანგეთში იწვევს ფრანგული იდეის ჩამოყალიბებას, ბრიტანული იდეის ჩამოყალიბებას. გერმანიკული ტომები ერთიანდებიან
და იწყება გერმანული იდეის ჩამოყალიბება, იწყება ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება. მათ შორის ეს ვალახები მიდიან იმ იდეამდე, რომ ჩამოყალიბდეს ვალახური სახელმწიფო. და გამოჩნდა ესეთი პიროვნება, როგორც არის მირჩუ ბებერი, მისი ზედმეტსახელი იყო მირჩუ ბებერი, რომელიც არის ვალახიის პირველი პრინცი, გასპადარი. გასპადარი არის ქართულად გამგებელივით უფრო ითარგმნება. ხო, უფალი გამგებელი, ბატონ პატრონი მიწის. ესე შეიძლება. მირჩუ ბებერი ქმნის ამ სახელმწიფოს ვალახიას. მირჩუს ყავს მრავალი შვილი, მათ შორის უკანონო ჩობილი შვილი ვლადი. ეს ჩვენი ვლადი არ არის, მხოლოდ მისი მამაა. დრაკონის ორდენის რაინდი. მაგაზე იქნება მერე ლაპარაკი. და საინტერესო რაღაც არის ბასტარდების ინსტიტუტი საერთოდ. ძალიან ისეთი არის, რა ბასტარდები უფრო მეტად იბრძვიან ძალაუფლებისთვის და იმის ვიდეო ოფიციალური შვილები, რადგან იმათ ეს იგივე პრობლემა არის რა. ცხოვრებაში ყველაფერი გარანტირებული აქვს და ხაიხარალოდ ცხოვრობენ და ეს ქართულად რო ვთქვა ცოტა უხერხულად ამას ნაბიჯვრები უკანონო შვილები ყოველთვის იმაზე არიან მზად რომ რა ქნან. ვლადი ბასტარდი ჩვენი მირჩუ ბებერის და ახალგაზრდობიდან მიდის სიგიზმუნდ პირველთან. სიგიზმუნდ პირველი ძალიან საინტერესო პიროვნება არის. ეს წმინდა რომაული იმპერიის იმპერატორი, უნგრეთის მეფე და სულ ყოველთვის იბრძოდა იმაზე, რომ ყოფილიყო ჩეხეთის მეფეს და ამ ბრძოლას შეაკვდა. და საკმაოდ ცუდი პიროვნება კაცმა, რომელმაც იანგუს გამოუწერა უფლება, რომ ჩამოსულიყო მასთან, რადგან ხელს არ დააკარებდა, ჩამოვიდა თუ არა დაწვა. არ იყო კაი პიროვნება. თან ამავე დროს ყოველთვის რაღაც რაინდული იდეების მატარებელი იყო და ამიტომ შექმნა აი ზუსტად ეს დრაკონის ორდენი. მაგრამ დრაკონის ორდენამდე რა ხდება? სიგიზმუნდს იმდენად მოსწონს ეს ვლადი, რომ ეხმარება, რომ ოფიციალური შვილების გზის ავლით ტახტზე ავიდეს ვალახიაში ვლად პირველი. ვლად პირველი რას აკეთებს თავისივე პირველივე იმაში? რადგან სიგიზმუნდმა შექმნა დრაკონის ორდენი და მისი წევრი იყო ვლად პირველი. ყველა ეკლესიაზე დასვა დრაკონის ნიშანი და რომანულად დრაკონი და ეშმაკი ჟღერს ერთნაირად. და ზუსტად აი აქ დავამთავროთ მოდით ეს მომენტი, რომ საიდან მოდის სახელი დრაკულა. დრაკულა არის პატარა დრაკონი, ანუ დრაკონის შვილი. და არაფერი ცუდი არ ჩაუდენია ჯერ ბავშვს, უბრალოდ უკვე გახდა დრაკულა. კეთილი, ჩვენ აი აქ დროებით შევწყვიტოთ თხრობა ვალახიას პრინცის ვლად მესამეს შესახებ. საინფორმაციო გამოშვება გელით რადიო იმედის ეთერში და შემდგომ ისევ გავაგრძელებთ საუბარს დრაკულას შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია ვახო გვეტაძე და ჩვენ საუბრობთ ვალახიას პრინცის ვლად მესამეს შესახებ, რომელიც ცნობილია ასევე როგორც ვლად ცეპეში და ვლად დრაკულა. ის დაიბადა დეკემბერში თუ ნოემბერში, დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა წელი დანამდვილებით იციან 1421 წელი ტრანსილვანიაში. ის იყო მესამე შვილი მამამისის. იყო უფროსი შვილი მირჩუ და უმცროსი მისი ძმა ვლადო. მამამისი ხდება ვალახიის გასპადარი და მიყავს პოლიტიკა, პატარა სახელმწიფოების პოლიტიკა პარალელი შეიძლება და საქართველოსთან გაიბას. ესე იგი, თან ევროპული შეგრძნების არის, გაიზარდა სიგიზმუნდის კარზე, სიგიზმუნდის გამო დრაკონებს ხატავს ყველა ეკლესიის იმაზე, მაგრამ ამავე დროს იძულებულია, რომ მეჰმედ მეორეს და უпроსტად მის მამას მურად მეორესთან კონდეს კარგი ურთიერთობა. და ამიტომ ერთვენიერ დღესაც 1453 წელს მურადი ითხოვს იმას, რასაც ითხოვდა ქართველი მეფეებისაგან. შენი შვილები გამოუშვი ჩემთან აღსაზრდელად.
ვლადი და მისი უმცროსი ძმა ვლადუ მიდიან საცხოვრებლად მეჰმედის კარზე. და ამბობენ რომ აქ ძალიან შეერყა მას ფსიქიკა. არა, დიდი ხანი არ გავიდა რაც ტახტზე ავიდა მისი შვილი მურად მეორე, ეს ცნობილი ოსმალეთის გამგებელი, რომელმაც კონსტანტინოპოლი დაიპყრო, რომელმაც პირველი შეიჭრა ევროპაში, რომელმაც შექმნა ოსმალთა იმპერიის აი ამ დღევანდელი სიძლიერის იმედი ახლა რომ ჩვენი ხალხი გადარეულია სერიალით, ეს მის შთამომავლებზე არის გადაღებული. რა ხდება ამ დროს? ვლადი კი აგზავნის თავის ორ უმცროს შვილს მუჰამედის კარზე, მაგრამ ამავე დროს ხდება ესეთი რაღაცა. უნგრეთში იანუშ ხუნიდი არის ესეთი უნგრეთის ნაციონალური გმირი, უდიდესი, იწყებს ომს ოსმალეთის წინააღმდეგ და ვლად პირველი მამა აგზავნის ჯარს თავისი შვილის მირჩუს ხელმძღვანელობით ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საომრად. კი, ეს ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ ისევ და ისევ კოსოვოს ველზე, ევროპისთვის ძალიან პრობლემატურ ველზე, რომლის გამოც ორი მსოფლიო ომი დაიწყო და ეხლაც რაღაც საშინელებები ხდება იქ, მარცხდება ეს ევროპული გაერთიანებული არმია და რა თქმა უნდა ოსმალეთის ტახტზე იგებენ, რომ იქ იბრძვის რუმინელთა ვალახთა არმია. ამიტომ იცვლება მდგომარეობა ამ ორი ტყვე ბავშვის. ადრე თუ ისინი იზრდებოდნენ როგორც მეფის შვილები, ნორმალურად ყველაფერი, ის ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდებიან და პირდაპირ მოთხოვნა ჩნდება. მიიღეთ მუსულმანობა და ეს მოთხოვნა საიდან ჩნდება? იგივე ქონდათ ქართველ მეფისწულებსაც. უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, რომ მუსულმანს თუ პირადად ადამიანს არ აქვს ჩადენილი დანაშაული, არ აქვს უფლება მონათან ტყვე ტყავდეს სხვა მუსულმანი. თუ იღებ, ეს ცოტა რელიგიური გადახვევა არის, თუ იღებ მუსულმანობას, ფაქტიურად ვერ ხვდები ტყვე. ჩვენი გმირი არ იღებს მუსულმანობას, ის სხვათა შორის მაგდროს არის მართლმადიდებელი. და მისი ძმა და შემდგომში მისი ერთ-ერთი უდიდესი მტერი იღებს მუსულმანობას და ხდება მუჰამედის უსაყვარლესი ფავორიტი. რადუ ლამაზი ცნობილი ლამაზი და აი მან თელი ისტორიებია რატო რადუ ლამაზი და რატო მუჰამედის ფავორიტი. მაგრამ ეს ამჟამად გავუშვოთ ჩვენ ამას. მაგრამ საინტერესო ფაქტები ხდება ამ დროს თვითონ ტრანსილვანიაში. კამიშავართან ეს დედაქალაქია ამ დროინდელი რუმინეთის იკრიბება მთელი ის არმია, რომელიც დამარცხდა ბრძოლაში. და ბრძოლაში დამნაშავედ მირჩუს წარდგინებით, ეს ძმის წარდგინებით აღიარებენ რა თქმა უნდა იანუშ ხუნიდის. და მიუჯიან სიკვდილით დასჯას. კი, ზუსტად იმავე დღესვე მოვლენა აზზე და უარს იტყვიან ამაზე, მაგრამ იანუში აგზავნის ჯარს. აგზავნის ჯარს, რომელიც რუმინულ არმიას ანგრევს, საერთოდ სპობს, ტყვეთ უარდება მირჩუ, მამა გარბის. მამას მერე იჭერენ, კლავენ და მირჩუ საერთოდ ცოცხლად მარხავენ. მოდი რა კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ რა. შვილი იმ კაცისა, რომელიც სხვათა შორის ვლად პირველს ამ დროს უღალატა მთელმა რუმინეთის თავადობა. დებენ რატო მამამის აკუწეს ძმა ცოცხლად დამარხეს. თავისივე რუმინელმა თავადება, რომ ოღონდ ის უნგრელმა დამპყრობელმა არაფერი არ წაგვართოს, დაგვიტოვოს ჩვენი სახკარი. ამ დროს ხდება ძალიან საინტერესო ფაქტი, იმაში მდგომარეობს ეს საინტერესო ფაქტი, რომ მუჰამედი მიუხედავად იმისა, რომ ვლადს არ აქვს მიღებული ქრისტიანობა, ეს არის სადღაც 1458 წელი, აძლევს მას ოფიცრის ტიტულს, აძლევს ჯარს და ეუბნება, რომ წადი, თუ შეძლებ დაიბრუნე შენი ტახტი.
ჩვენიერ დღესაც ოსმალ მხედრებთან ერთად ლადი შერბის კომიშოვარში დედაქალაქში და იპყრობს დედაქალაქს. და რა ხდება ვლად მეორე, ვინც დასვეს მაგ დროს რუმინელებმა სხვათა შორის მისი ნათესავი ისევე მირჩუ ძველის შვილიშვილი ისევე როგორც ვლადი გარბისად ისევე უნგრელებთან. რადგან უნგრელები ამ დროს ებრძვიან ოსმალებს და ოსმალების ჯარით იპყრობს ეს ერთი თვე ძლებს მაგ დროს მარტო ტახტზე. რატო? ისევ კოსოვოს ველზე მარცხდება გაერთიანებული ცენტრალური ევროპის არმია, მაგრამ დარჩენილ არმიას ვლად მეორე უდგება სათავეში, ბრუნდება რუმინეთში და იპყრობს ისევ რუმინეთს. ვლადი ერთი თვე მეფობის შემდეგ რჩება უტახტოდ. აი საინტერესო ფაქტია, რაკრას ძალიან რთულია სამჯერ მოახერხა მანამ ტახტზე ასვლა. ხა ევროპაში არსებობს უფრო ცნობილი მეფეები, რომელსაც 4 და 5 გვირგვინიც დაუხურავს თავზე, მაგრამ 3 გვირგვინი ეს თუნდაც გენრიხ მე-6 ფრანგი ან იგივე რიჩარდ მეორე. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ვლადის ცხოვრებას. ვლადი რჩება ტახტოთ უჯაროდ და რას შვება? არ ბრუნდება ის არანაირად ოსმალეთის იმპერიაში, იწყებს მოდიალს ევროპაში. პირველი რასაც აკეთებს, ჩადის მოლდავეთში. და იწყებს მოლდაველებთან ერთად ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ და ხაზი უნდა გაესვას, მიუხედავად იმისა, რომ ტახტზე ის პირველად ავიდა ოსმალების დახმარებით, მთელი ცხოვრება იყო ოსმალების მოსისხლე მტერი. თუ გავითვალისწინებთ რა საშინელებაში უწევდა ცხოვრება ოსმალეთში და რა საშინელებები ნახვა, ეთქობა მიხვდა რომ ამ ხალხთან ურთიერთობა მას არ უნდა. მოლდავეთში იხვეჭს ის სახელს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი, მერე ბრუნდება უნგრეთში, სადაც ხდება ესეთი უბრალო გაუგებარი მომენტი, რომ უნგრეთში იანუშ ხუნიდი უკვე გარდაიცვალა, იმის შემდეგ რაც მიაღწია გამარჯვებას მუჰამედ მეორეზე და ადის ტახტზე მისი შვილი მატიაშ ხუნიდი. მატიაში თავიდან იღებს მას, აძლევს ისევ ჯარს, აძლევს საშუალებას და აი ახლა უკვე 6 წლით 1456 წელს ბრუნდება ვლადი ტახტზე. ზუსტად ეს მთელი საშინელებები ხდება მისი ამ 6 წლის განმავლობაში, მაგრამ მოდით გავითვალისწინოთ 6 წლის განმავლობაში მან გარდა ამ საშინელებებისა, როდესაც დაბრუნდა და ყველა თავის მოღალატეებს, ყველა მამამისის მკვლელებს პასუხი აგებინა. თან საინტერესო ფაქტი ისე რომ ცნობილია რომ ბრძოლაში მან პირადად მოკვდა ვლად მეორე. ეხლა ეს როგორი რაღაცა არის მიღებული ფაქტი არის მთელი ევროპის ისტორიაში. მაგრამ ამ დროს რა ხდება? მას იგი აყალიბებს რეგულარულ არმიას რუმინეთში. აი ეს ფაქტი არის, რომელიც აცოფებს თელ რუმინეთს. რუმინულ თავადებს, მოდი რა ვთქვათ, სიმართლე. მაგრამ რას აკეთებს, რომ ყველა იმ სოფელს, რომელიც თავის მამაკაცებს, ახალგაზრდებს აგზავნის რუმინულ არმიაში, აძლევს უფლებას, რომ განთავისუფლებული იყვნენ ბატონყმობისა. და ძალიან ბევრი სოფელი თავისუფლდება ბატონყმობისა. ძალიან ბევრი ხალხი იღებს თავისუფლებას, მხოლოდ იმიტომ, რომ უდგას მას გვერდში, რომ შექმნან სახელმწიფო. რეალობა ვთქვათ, რა პატარა თავად უკებს. იგივე გქონდა ჩვენ საქართველოში. სახელმწიფოს გაძლიერება არასდროს არ მოხდა. რა თქმა უნდა, რაღაც რეგიონის გამგებელს, რომელიც ბატონ-პატრონია თავისივეს, ცენტრალიზაცია სახელმწიფო ძალაუფლების მაგათვის არის საშინელი. რადგან პასუხი უნდა აგო უკვე საქციელზე და პასუხსაც აგებდნენ იმ დროისთვის მიღებული მეთოდით. მოდი ახლა ესეთი მომენტი ვთქვათ. თავად დრაკულა კვდება 1466 წელს, ხო? 1509 წელს ჩდება ესეთი პიროვნება, როგორც გენრიხ მე-7.
რომელსაც რამდენი ცოლი გაუშვა იმ ქვეყნად მარტო იმიტომ რომ გაშორება უნდა და უჭკვიანესი და უგენიალურესი თავისი მრჩეველი ერთხელ რომ უთხრა რომ იქნებ ესე არ გაშორდეთ ცოლსო თავი მოაჭრა ან და იგივე კვდება იგივე გენრიხ მეშვიდე 1547 წელს და იმ წელს შდება იქვე რუმინეთის გვერდზე რუსეთში ივანე მესამე და ივანე მესამეს რეები აქვს ჩადენილი მაგასთან ახლოს საჟინელებები ტრიალებს გარშემო აი აქ ზუსტად მივდივართ ამ სახელთან ცეპეშთან და მთელ ამ აი ჩვენ გადაცემის წინ თქვით რა საშინელი გრავიურა ამ დროს გამოდის ევროპაში წიგნი ვიღაც ვალახილ მხედართმთავარზე რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა სისხლის ზღვრით ეს პატარა წიგნი არაფერი დიდი განსხვავება არ იქნება დაახლოებით იცით როგორ არის ახლა თუ როლანდის ლეგენდაში ბასკები არიან ეს სისხლის ზღვრელებად აღწერილები მაგრამ მაგ დროს არ იყო ჯერ გუტენბერგის აპარატი მოფიქრებული წიგნები არ იბეჭდებოდა აი მამა ხანდადეს მომაზე ლაპარაკობს ხოლმე წიგნებს რო არ ვკითხულობთ აი ამ დროს უკვე დაიწყო წიგნების ბეჭდა ეხლა სად რაღაც 3-4 წიგნი რო დაიწერებოდა ხელით გადაწერდა და რაიმე მონასტერში დაიკეტებოდა სადა ეს მასიური წიგნების ბეჭდა და უკვე ყველა რაღაც შორეული მეფეები ისინი იღებდნენ და წიგნს ვინ არის ეს დრაკულა ვინ არის ეს საშინელება რატომ გაჩნდა მის შესახებ ესეთი მითები ბევრი მტერი ყავს თავის ქვეყანაშიც და უნგრეთში თის მეფე მაგდროინდელი მატიუს კორვინი ანუ მატიუს შხონიდი просто კორვინი მისი ზედმეტ სახელია არ პატიობს იმას რომ მამამის თავის დროზე პრობლემები შეექმნა აი ეს კიდე გამოჩნდება შემდგომში ფაქტი ის არის რომ იგივე ფაქტი ის არის რომ 400 ფეოდალი მოიწვია სტუმრად და გასვა სარზე უკაცრავად აღმაშენებელს არ ჩაუდენია მაგეთი რაღაცები არც ის იყო მაინც და მაინც მოსაწონეობა დღეს ჩვენთვის რუმინელებისთვის რო თქვა რომ ვინ იყო დრაკო მოდით რა პირადად ვთქვათ რომ ბრემ სტოკერს რო არ შეყვარებოდა მერი შელი და მაშინ საშინელებების წერა არ მოინდომა ყველას აი ეს წიგნი რო არ შექმნილიყო ნუ იქნებოდა დღეს ვლად დრაკულა მოდით ახლა ასევე დოკუმენტი მისი გარდაცვალების შემდგომ რომელიც შეიქმნა და აი ეს წიგნიც რომელიც მის ცხოვრებაშივე შეიქმნა სხვათა შორის ერთი რაღაცა არის ფრანგების სისხლისმცველებს და ესეთებს ეძახდნენ გასკონელებს ანუ იგივე ბასკებს როლანდის ისტორიის შემდეგ ვაშენდეკ გენრიხ კარლოს დიდის ძმისშვილი მათ მოკლეს სისხლისმცველებს არა ბედი გასკონელებისა რომ ალექსანდრ დიუმამ გადაწყვიტა 3 გასკონელის კარგად გამოყვანა თავის წიგნებში ეს თავისთავად დარტანიანი შიკო და გენრიხ მეოთხე ეს 3 პიროვნება ყველაზე დადებითი პიროვნებებია მის წიგნებში და ამიტომ გასკონელებზე ახლა ჩვენ კაი წარმოდგენა გვაქვს აბა ახლა ფრანგებს კითხეს გასკონელები ვინ არიან სვანებივით აი ჩვენ რო სვანებზე ანეკდოტებს ყვებით ისე ყვებიან გასკონელები სვანებზე ანეკდოტს რადგან რაღაც ხაჯები მთაში ცხოვრობენ მაგათ ვერაფერს ვერ გააგებინებენ ფრანგები გასკონელებს სისხლისმცველები და რაღაც მაგრამ ნუ ეს ჯუმას მაგალითად აქვს ერთხელ გენიალური ნათქვამი რომ ისტორია არის ლუსვანი რომელზედაც რა რომანსაც მინდა იმას წამოვაც ჯუმასთვის არ იყო მთავარი ისტორიული სიზუსტე ჯუმასთვის იყო თავარი რომ აი ეს ფაქტიდან ამ ფაქტამდე აი ესე მოხდა მე თვითონ რას წერდა მაგაზე ცალკეა ლაპარაკი გრავდებიუსი რომელშიდაც ჩვენ ახალგაზრდობაში რო გამოვიდა 4 სერიანი ფრანგული ფილმი და თელეგოგოები შეყვარებულები იყვნენ თურმე რა გარყვნილი და აუტანელი პიროვნება იყო და ნუ ატოსი პორტოსი და არამისი რო არ არსებობდა და ეს ხო ცალკე საკითხია და საფრანგეთის სახელმწიფოსთვის აჩატარა რიშელიემ მაგ კიდე ცალკე საკითხი აი ესევი არის სტოკერის ეს რომანი რა უნდოდა კაცს და დააბრალა და გაუმართა სტოკერი წერდა მანამდე ბევრი ნაწარმოები ჰქონდა დაწერა მაგრამ
გაჭრილი, მაგრამ არც ერთი არ იყო ესეთი პოპულარული. გაარტყა რა, რო იტყვიან ჩვენ დროში. გაარტყა. თან ისეთი პერიოდი იყო იქ მერი შელი წერს თავის ფრანკენშტეინს და ეს აკულტიზმით და იმით გატაცება ხალხისთვის, რაღაც შტაინერი თავის თეორიებს ქმნის. ზუსტად აი ამ პერიოდში ჩაჯდა მშვენიერი მარკეტინგული ის სვა გამოუვიდა და ეგრიც და რა თქმა უნდა მე ხა აიტაცეს და აიტაცეს. მოდით ვთქვათ ესეთი ფაქტი, რომ ესეთივე პოპულარული არ არის ფაქტი როგორც დრაკულასი. შერლოკ ჰომსზე გარდა კონან დოილის ერთი 7-6 ავტორი ვიცი, ვინც დაწერა შერლოკ ჰომსზე ნაწარმოები, მაგრამ ესეთი პოპულარული არ გახდა როგორც დრაკულაზე სხვა ნაწარმოები. ყველა საქმის ცოდნა უნდა. ანუ თან პიროვნებაა ისეთი რა, რაღაც რუმინეთი ხალხისა რაღაც გაუნათლებელი და ესეთი და იქ რა თქმა უნდა გაჩნდებოდა სისხლის ველი ვლადი. თან ალბათ ეს დრაკულა მეცახილი მისი, რომელიც ასევე ეშმაკსაც ნიშნავს რუმინულად, ხო? რუმინულად დრაკონი ნიშნავს ეშმაკს. დრაკულა არის დრაკონის შვილი, ეშმაკის შვილი. დრაკონი. მოდი დაუბრუნდეთ მის პიროვნებას და უკვე ძალაუფლების ბოლოში მეორე ძალაუფლების 17 ივლისს ლად ახერხებს გენიალურ ღამის შეტევას. მოხმედ მეორე შემოიჭრა ვალახიის ტერიტორიაზე, მან შეკრიბა თავისი ჯარი და შუაღამისას დაეცა 120,000-იან ბანაკს და უკან აქცია. და საერთოდ მას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ პირადად ეპოვა მუხმედი და მოეკლა. მაგრამ აქ რა ხდება? ისევლე მისივე თავადები ყიდიან. პატარა პარალელი ხო არ არის ხოლმე საქართველოს ისტორიასთან. ძალიან მაგონებს რაღაცებს. და აი ამით ცოტა ხანშივე უკვე უჯანყდება ისევ თავისი ხალხი, ისევ კარგავს ტახტს. ისევ ბრუნდებიან ტახტზე უნგრეთის წარმომადგენლები. მას სხვა გზა არ აქვს და ბრუნდება უნგრეთში და ამ დროს მატიუში რას აკეთებს? იმის მაგივრად რომ ისევ ჩააბაროს ჯარი და საზღვრის დამცველად დანიშნოს და ამ დროს რეალური მეომარი ოსმალეთთან ევროპაში არის ვლადი. სხვა რეალური მეომარი ევროპას არ არის. ამის მაგივრად მას აპატიმრებენ და კარგა ხნით 14 წლით სვამენ ციხეში და საკმაოდ ცუდ პირობებში. კაცმა რომელსაც გამოიარა ოსმალეთის ციხე, ოსმალეთთან მეგობრობის გამო ხდება ისევ ციხე. კეთილი, ჩვენ ახლა მუსიკას ნადავთ რადიო იმედის ეთერი მოგვიანებით საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და შემდგომ აი დავასრულოთ და შევაჯამოთ ვლად მესამე ცეპეშის იგივე ვლად დრაკულას ამბები. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია ვახო გვეტაძე და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ვლად მესამეს შესახებ, რომელიც იყო ვალახიას პრინცი, ასევე ცნობილია როგორც ვლად ცეპეში და ვლად დრაკულა. უფრო მე მგონი ესე არის ბოლო ვერსიით ცნობილი. ჩემთვის მაინც ყოველთვის ეს რჩება ვლად მესამე ვალახიის პრინცად და ჩვენ გავჩერდით 1462 წელზე, როდესაც ის კვლავ კარგავს ვალახიის პრინცის ტახტს, ჩადის უნგრეთში და მატიუშ კორვინი სვამს მას ციხეში. 14 წელი ზის ის ციხეში. მატიუშ კორვინი ამ დროს აქტიურად თავცელებს ამ წიგნს ერთ-ერთ ვალახიელ გასპადარზე, რომელიც არის სისხლის ველი და აი ესეთი ცუდი საშინელება, მაგრამ საინტერესო ფაქტია. შავი პერი აუგორეს. საინტერესო ფაქტი რა ხდება? 14 წლის მერე ვლადი იღებს კათოლიკს. გამოდის ციხიდან. და მატიუში ცოლად ატას მას თავის დას. სისხლის დრაკულას ეშმაკის შვილს ატას დას. და 1466 წელს ვლადი ბრუნდება ისევ და ისევ ვალახიაში, ეხლა ამჟამად უნგრული ჯარების დახმარებით. ისევ გააგდებს იქაურ გამგებელს, დება ტახტზე და 3 თვის განმავლობაში მართავს. ამ 3 თვის განმავლობაში ისევე იწყებს
აი ზუსტად მაშინ მოხდა ეს 40 დაბარებული თავისთან 40 იყო თუ 400 ის როგორ არის ძალიან ხშირად ხდება რომ 400 თავადი რუმინეთში შეძლებელია ცოტა საინტერესოა რამდენი დარჩება 400 თავადი საქართველოში რომ მოგეკლა მაგ დროს და ჩვენთან მაინც ახლა ორი ძროხა და ერთი თხა თუ გყავდა თავადი იყო ნუ ხო კარგით საფრანგეთში რომ მოგეკლა 400 რაინდი ქვეყანას არმია აღარ რჩებოდა მოდით, კაი, ვთქვათ 400 თავადს იბარებს. 40 და 400 თავისი მხლებლებით ურთ გამოდიოდნენ ალბათ. ნუ 400 კაცი იყო ეთყობა რა. ის ზუსტად იმ ხალხს, ვინც თავის დროზე უღალატა. უგაცრავად მოღალატეს რომ დასვამ სარზე თან ამ პერიოდში. ახლა ბიზნეს სარზე ართვევდა ცოტას ჩოდრს რო გადმოიტანა. ზვავდნენ სარზე. რატოა შეიძლება მაგ დროს კარგ შენობებს? იმიტომ რომ ოტეკა ესეც საბჭოთა დროს იყო აძილტექნического კონტროля. ოტეკა იყო ძალიან აქტიური. არა აშენებდი კარგს და დაგსვამდნენ სარზე. ბათალია ზოგიერთი კარგს რო აშენებდა ან მარჯვენას მოჭრიდნენ და თვალებს დათხრდნენ. ეგ სხვა საკითხი იყო. ხო, ეს უკვე მეორე გადახრა იყო, მაგრამ ფაქტი ის არის რომ უსწორდება სასტიკად უსწორდება იმათ ვინც მას უღალატა და დანარჩენებს ეწყებათ შიში. აქ უკვე ჩდება 3 ლეგენდა. 2 რომელიც იყო ჯერ კიდე ძველი, მესამე ეს ახალი, რომ შეიკრიბენ და რადგანაც უნდა მოეკლათ დრაკულა, გულში გაუყარეს. ეს არის მეორე არის, რომ დაბრუნებისას ისევ ცდილობს დაბრუნდეს მართლმადიდებლობაში და უნგრეთს მიაქციოს ზურგი და მესამე მეხმედ მეორე სასტიკი წინააღმდეგია იმის რომ ვლადი იყოს ტახტზე რადგანაც მეხმედი ხდება რომ რეალური მტერი მისი მთელი პოლიტიკის არის ვლადი და მეხმედს არ დავიწყებია ის ცნობილი ღამის შეტევა როდესაც 120,000-იანი არმია მიუბრუნეს უკან შიშისაგან და ვლადი აკეთებს რას ზუსტად ამ პირველი მთავრობის დროს მეორე მართვის დროს ის აყალიბებს ესეც ციხე-სიმაგრეს რაღაც დუნაის სანაპიროზე და არქმევს ამ ციხე-სიმაგრეს ბუდაპეშტს მომავალ დედაქალაქს სხვათა შორის საინტერესო ფაქტია ბუდაპეშტი დაარსა 1459 წელს და რუმინეთის დედაქალაქი ხდება ზუსტად 200 წლის შემდგომ 1659 წელს ვლადის დაარსებული ქალაქი ბუდაპეშტთან არის სნეგოვიცკის მონასტერი მართლმადიდებლური მონასტერი სადაც რუმინეთის მთელი რაღაც სიწმინდეები ინახება და ვლადი მიდის ზამთარში კუნძულზეა ძალიან ძნელია იქ გადასვლა ამ კუნძულზე მიდის სალოცავად და იქ ზუსტად ეცემიან მას შეთქმულები და კლავენ ეს ხდება 1476 წელს მე მაინც ვემხრობი იმ ვერსიას რომ ეს იყო მეჰმედ მეორის ბრძანება რადგან მას აჭრიან თავს დებენ ამ თავს თაფლში და მიართვენ მეჰმედ მეორეს და ამ შეთქმულების ხარჯზე ტახტზე ადის მისი ძმა ვლადუ ლამას რომელიც არ დავივიწყოთ რომ არის მუსულმანი და არის მეჰმედის უსაყვარლესი ფავორი აი ესე მოკლეს კაცი რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა რუმინეთის სახელმწიფოს შექმნისთვის და მისივე დედაქალაქი ამ სიკვდილის შემდეგ მან დაიწყო ახალი ცხოვრება. საინტერესო ფაქტია რომ პირველი წიგნი მის შესახებ დაიწერა ძველ სლავურ ენაზე, რუსებმა დაწერეს ერთ-ერთი პირველი წიგნი. შემდეგ ეს ხშირი გამოცემები ხდებოდა ამ ძველი წიგნის, სანამ ერთ-ერთი ეგზემპლარი არ ჩაუვარდა ბრემ სტოკერს და არ შექმნა ეს თავისი უცნობილესი როგორ დავარქვათ, ужастики. და დაიწყო მან თავისი ცხოვრება. სისხლისმსმელი ხალხის
თეორია, ვამპირთა თეორია არსებობდა, რა თქმა უნდა, ლადამდე. ზოგიერთი თეორიით ვამპირები ეს ის რასაა, რომელიც ცხოვრობდა დედამიწაზე ადამიანებამდე. არის ესეთი არა ადამიანური თეორიებიც, როგორც მაგალითად ვამპირები ეს არის რასა, რომელიც ჩამოვიდა კოსმოსიდან. არის ანტისემიტური თეორია, რომ ზუსტად ეს რასამ ჩამოაყალიბა ებრაელების ისე ბევრი ზღაპრები და საშინელებები შეიძლება. because მე თან ისიც როგორი რაღაცა არის, ერთი მომენტია, როდესაც რაიმე ერს აქვს თავისებური ტრადიციები და ამ ტრადიციებში ცდილობს რომ სხვა არ შეუშვას. დანარჩენები იმაზე იფიქრებენ. კარგს არაფერს. რა თქმა უნდა, რატო მაგალითად რატო არის რომ ისინი არ დგამენ ფეხს თეთრ ქვაზე, სიტყვაზე. იმიტომ რომ თეთრი ქვა არის წმინდა და იმათი ბოროტის სული ვერ უძლებს თეთრ ქვაზე ფეხის დადგმას. ამდენ შეიძლება просто სკოლაში რომ დავდიოდით, უბრალოდ ეს ვაკეში ვინც ცხოვრობდა, შეიძლება ახსოვდეს კიდევაც. არაყიშვილის ქუჩიდან 55-მდე რომ მიდიოდი, ესეთი საველირო მაღაზია იყო და იქ იყო მოზაიკა. ესეთი რაღაც ლეგენდა იყო ყველა 55-მდე სკოლის მოწაფისთვის, იმ მოზაიკაზე თუ ფეხი მოგიხვდებოდა, იმ დღეს მიიღებდი 200-ს. ყველა ცდილობდა რომ არ მოხვდებოდა, მაინც ხდებოდა და იყო ორიანების სცენა. ყველაფერი ხდებოდა, ხო? რაღაც აი ესეთი რაღაც ცრურწმენი და რაღაც ტრადიცია გაჩნდა ქვეყანაში, სხვამ შეხედა, ვა, ეს ამას აკეთებს. მერე თაელი საქმეა ვინ გააპიარებს და ბრემ სტოკერი აღმოჩნდა ამ რუს ძალიან კარგი PR მენეჯერი. თუმცა მისი მოთხრობები არ იყო ესეთი წარმატებული. არანაირად არ იყო მისი მოთხრობები დრაკულამდე წარმატებული, ეს უბრალოდ იყო რიგითი ინგლისი. ეხლა როგორი რაღაც არის ბრიტანეთში მაგდროს ყველა ცოტა სომლი ადამიანი ცდილობდა დაეწერა და ბრემ სტოკერს გამოუვიდა და დაიღუპა ამით ლად ის თელი რეპუტაცია. აი ეს მაინც ძალიან ესეთი წინააღმდეგობებით ახსოვსია მისი ფიგურა. ანუ აბსოლუტურად, მაგრამ მე უბრალოდ შევეცადე დღეს მომეყოლა ლად მესამეზე, რომელიც იყო რუმინეთის სახალხო გმირი. სახალხო გმირი, ბუხარისტის დამაარსებელი, გამაერთიანებელი ამ ყოველდღიურში პირველი ცენტრალიზებული მმართველობის მცდელობა მისი იყო, ხო? მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ამ ცენტრალიზებულ მმართველობას მასობრივი ჟლეტვები მოყვა. ნუ რასიზმი შუა საუკუნეებია და შუა საუკუნეებში ადვილი არ არის იპოვო ადამიანი. თუნდაც გაიხსენეთ ამ წლებში ხდება წითელი და თეთრი ვარდის ომი ინგლისში და რას აკეთებენ იორკები და ლანკასტერები არაფერთ არ ჩამოუვარდება ლადის მიღწევებს და დამსახურებებს ამ დავისთავად ასპარეზზე. კეთილი, ჩვენი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი იყო ვახო გვეტაძე. მადლობა გიხდის სტუმრად მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ ჩვენ მსმენელს ყურადღებისთვის. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.